შემადგენლობაში შედის ორი ჯავშანსატანკო დივიზია, ცალკეული ჯავშანსატანკო მოტომსროლელი პოლკი და 5 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა. მათ შორის არიან სამთო ბრიგადა, სარაკეტო ბრიგადა და საარტილერიო ბრიგადები. ეს ამ ტერმინოლოგიაში შეიძლება ბევრი ვერ ერკვევა და ერისხობრივად რომ აგიხწეროთ, ეს არის დაახლოებით 50-დან 60,000-მდე ადამიანი, ეს რიცხვი თითქმის ორჯერ აღემატება საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას. ჩვენ ვაგრძელებთ ინფორმაციის მოგროვებას ამ 58 არმიის შესახებ და აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ის არმია, რომლის ტანკებიც 2004 წლის 1 სექტემბერს ესროდნენ სკოლას ბესლანში, რომელშიც გამაგრებული იყვნენ ტერორისტები, პატარა მოსწავლეებთან ერთად. თქვენ მაშინ გახსოვთ 300-მდე ადამიანი დაიღუპა ამ ტერორისტების გაუნებელყოფის ოპერაციის დროს, მათ შორის უმეტესობა იყვნენ ბავშვები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 58 არმიამ ჩრდილოეთ კავკასიაში ჩაატარა რამდენიმე სწავლება, რომლების და ყოველ შემთხვევაში ამ სწავლების პოტენციურ მოწინააღმდეგედ დასახელებული იყო მეზობელი ქვეყანა. ოპერაციას, რომელსაც ახლა ახორციელებს ეს არმია, ხელმძღვანელობს რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახმელეთო ძალების სარდლად დანიშნული არმიის გენერალი ვლადიმერ ბოლდირევი. ეს ინფორმაცია გვაქვს ჩვენ ამ წუთისთვის.